საღამომშვიდობისა. დღეს ისე როგორც მომავალში არაერთხელ ვისაუბრებთ და განვიხილავთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეურის გავლილ გზას აღსაყდრებიდან მის სამუდამო განსასვენებლამდე. მე მსურს გამოვავლინო ქართველი ერის შინაგანი ენერგია. ილია მეორემ თავისი უმთავრესი მისიის შესახებ ჯერ კიდევ 1977 წელს სვეტი ცხოვლის ტაძარში პატრიარქთა კურთხევისას განაცხადა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ 1700 წლის წინ გაქრისტიანებულ ერს უდიდესი დაფარული შინაგანი ძალა და ენერგია ჰქონდა. გუშინდელი დღე და გლოვის ყველა დღე ასეულობით 1000 ადამიანის უწყვეტი ნაკადი პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად იყო ერის გამოვლენილი ენერგიის და მადლიერების თვალსაჩინო ილუსტრაცია. 49 წლიანი მსახურების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცელა გულწრფელმა ზღვა სიყვარულმა, ისეთმა, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს. ტაშისა და შეძახილების ფონზე ასეულ ათასობით ადამიანი აცილებდა უკანასკნელ გზაზე ერის სულიერ მამას. როდესაც ტაძარში დინამიკებიდან გაისმა პატრიარქის ხმა, საქართველო მიყვარხარ, ხალხმა ერთხმად უპასუხა, მიყვარხარ პატრიარქო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. 5 დღიანი გლოვის შემდეგ ქვეყანა დაემშვიდობა ადამიანს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავდა ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრებას. ილია მეორის დაკრძალვა გახდა მასშტაბური ისტორიული საზოგადოებრივი აქტი და კოლექტიური ემოციის დემონსტრირება. დღეს ჩვენ სტუდიის სტუმრებთან ერთად ვეცდებით გავიაზროთ ილია მეორის მსახურების 8 წლი, მისი პატრიარქობის ისტორიული ეპოქა. დღევანდელ გადაცემაში სტუმრების ორი ნაკადი გვეყოლება, წარმოგიდგენთ სტუმრებს პირველი ნაწილისას დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დეკანოზი მიხაელ ბუკია, ასევე დედა ელისაბედი, რომელიც არის ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია, დიდი მადლობა რომ მობრძანდით, ასევე მინდა წარმოგიდგენოთ გიორგი ელბეგაშვილი, მადლობთ, ლაშა ჟვანია და ნუკრი შოშიაშვილი. დიდი მადლობა ბატონებო და ალბათ ელისაბედი სტუდიაში მობრძანებისთვის. მამ მაქსიმე ალბათ ჯობს დავიწყოთ თქვენით და ბუნებრივია ჩვენ ყველა ამ დღეების განმავლობაში მოსახლეობის უმრავლესობა ტელევიზიით მაინც აკვირდებოდა იმ გამოსვლებს, სიტყვით გამოსვლებს, რომელიც იყო ტაძარში და სიტყვით გამოსვლისას ბართლომეოს პირველმა ილია მეორეზე საუბრისას თქვა, რომ ეს არის ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე, მოციქულთა და წმინდათა მამათა მემკვიდრედ წარმოაჩინა ის საქართველოს პატრიარქი. როგორ განისაზღვრება ასეთი ტიპის, ასეთი ხარისხის სულიერი ლიდერობა? თქმა უნდა, მისი უწმინდესობის ბართლომეოსის სიტყვები არის ძალიან შთამბეჭდავი და საპატივცემულო, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი იყო სახეთელი ქრისტიანული სამყაროსი, დიდი მხარდაჭერა იყო მისი უწმინდესობისათვის, სოფლიო პატრიარქისათვისაც და სახე იყო მოციქულებრივი მოღვაწეობის, იმიტომ რომ ჩვენ ათეისტური კომუნისტური რეჟიმის შემდგომ თავიდან მოინათლა თითქმის მთელი ქართველი ერი და მისი მოღვაწეობა მე პირადად ესე ვთქვათ მიუხედავად მისა, კითხულობდი ღვთისმეტყველებას და სწავლობდი და ვეცნობოდი ეკლესიის ისტორიას, ჩემთვის გახდა მაგალითი მამამთავართა მოღვაწეობის, ა ブラ ამის, ისააკის და იაკობის მსგავსი მოღვაწეობის და პირადად ყოველთვის ჩემს გულში ფიქრობდი ასე ბოლო წლებში განსაკუთრებით მის ხრცოვანი ასაკის შემყურე
და წარმოვიდგინე როგორ იყო ა ブラ ამი, როგორ იყო ისააკის ბოლო წლები, როგორ იყო იაკობის მამამთავრის მოღვაწეობა და ჩემს გულში პატრიარქი მესახებოდა მამამთავარ იაკობად, რომელმაც 12 ვაჟიშვილი შვა და ახალი ისრაელი შექმნა, ახალი ერი შეიქმნა მის ხელში. მსგავსი იყო ჩემს გულში, ფიქრობდი, რომ მისი პატრიარქობის ჟამს შეიქმნა ახალი განახლება მოხდა თელი ქართული ეკლესიის და გამრავლება იმ დონეზე, რომ შეიძლება ითქვას ახალი მორწმუნე ქრისტიანული ერი შეიქმნა, ქართველი ერი, ისრაელი მორწმუნე, რომელიც ესე ვთქვათ იქნება მისი იყო და იქნება მისი ესე ვთქვათ მოღვაწეობის ნაყოფი და იქნება ასე ვთქვათ ნუგეში მისი ასე ვთქვათ მისი ცხოვრებისა და მისი წლების და მადიდებელი მისი ასე ვთქვათ მოქმედებისა და მოღვაწეობისა, იმიტომ რომ ის რაც მან გააკეთა მთელი თავისი აი სიბძნე სიტყვა მიმაჩნია უფრო იმის გამოხატველი არ არის რაც კიდევ მას გაარეს. განჯის უნარებს მქონე უდიდესი პიროვნება, რომელსაც შეეძლო კარგად მოეგერიებია გარეშე, ესე იგი შემოტევები, კარგად იცოდა როგორც ბრძენმა მესაჭემ, განჯის მქონე მესაჭემ, როდის როგორ ემოქმედა, როდის გააქტიურებული იყო, როდის პირიქით დაემშვიდებია თავისი საწყსო, როდის ესე ვთქვათ ღელვა ძვრები ან რამე რყევები იქნებოდა, როგორ ემოქმედა. ეს იყო უდიდესი მწყემსი და მაგალითი თელი საქრისტიანოსათვის. და ამიტომაც ასეთი დიდი შეფასება მსოფლიო პატრიარქისა მის მიმართ და გუწველი შეფასება, რომელიც მე ღებულობ პირდაპირ როგორც ნამდვილ სიტყვებს მისი გულიდან წარმოთქმას. ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ მან აი ამ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მოაქცია თავიდან საქართველოს ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი დღეს, სწორედ აი ამ დღეების განმავლობაში, ამ კლუბის დღეების განმავლობაში, სწორედ ამაზე კეთდებოდა აქცენტი. როგორ მოახერხა ეს პატრიარქი? აი როგორ მოახერხა, ეს არის რაღაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მისი მე მინდა ასე ვთქვა, რომ თვითონ უყვარდა ასე თქვა, რომ ადამიანი არის საოცრება, ადამიანი არის საოცრება და არის საიდუმლოც. ჩემთვისაც ახლა მე მაგალითად ვფიქრობ, რომ პატრიარქი ჩვენთვის ნენელა იხსნება. აი დროთა განმავლობაში იმდენად მონუმენტალური ფიგურაა, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შევიცნობთ მის შინაგან სამყაროს და მის აი ამ სიბძნეს, განჯის უნარს, დიდ ასე ვთქვათ, წყემსობის ნიჭს, რომ როგორ შეძლო მან ეს გაეკეთება, იმიტომ რომ ბევრი ამას ცოტა რომანტიულად უყურებს და მე ვუყურებ ძალიან რეალურად, რომ კომუნისტური ეპოქა იყო ჯოჯოხეთი ეკლესიისთვის. იმდენად სტერილური გარემო იყო. აი მახსოვს რომ ხატი რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მეპოვა 1988 წელს ამის ყიდვის საშუალებაც კი არ იყო და არათუ ღვთის სიტყვის მისვლა ახალგაზრდებამდე ან ნებისმიერ ადამიანს ამიტომ მან მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში მას ეს გამოხატულად ჰქონდა ეს იყო განსაკუთრებული მისი ლოცვის სიყვარული და ღვთის ალბათ მისი ლოცვის სიყვარული იყო უდიდეს სათნოებას და თამდავლობასთან დაკავშირებული, როდესაც ის ასე ვთქვათ თავის უძლურების განცდას ყოველთვის ატარებდა შინაგანად, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ვერაფერს ვერ გახდებოდა. და რა თქმა უნდა, შეწევნა მოციქულთა ანდრია პირველწოდებული სიուն კანალი, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზის, რომელიც მას ძალიან უყვარდა. და განსაკუთრებით აქცენტი იმ ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული გავლენა ჰქონდა ჩვენი ერის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ინტელიგენციაზე, განათლებულ ადამიანებზე, ის კრებდა მეცნიერებს, იმ ადამიანებსაც გავლენები გააჩნდა და ნელ-ნელა მისი სიტყვა, მისი ეს სიყვარული მივიდა ყველას გულამდე. ამაში შეიძლება ითქვას ნაწილობრივ დაეხმარა ეროვნული მოძრაობაც ამას. მაგრამ ეროვნული მოძრაობა, რომლის მონაწილე მეც ვიყავი, იყო ცოტა ჩქარობდა ყველაფერს. იმიტომ რომ ისეთი დრო იყო, რომ ცოტა ჩქარობდით, ყველაფერი ჩქარა გვინდოდა და უწმინდესმა ერჩია უფრო შორი გზა და უფრო ესე ვთქვათ უსაფრთხო გზა შეიძლება ითქვას შედარებით, რომლის ნაყოფი ვიხილეთ ჩვენ გულში, ვიხილეთ აი ამ დღეებში. ერთობის სახით, რომელიც არის ყველა ერისთვის აუცილებელი მომენტი, რომ ერს უნდა ქონდეს ძალიან ბევრი საერთო წერტილები, რომ
ეს არის ერის სიძლიერის მაჩვენებელი. როგორც შოთა რუსთაველზე საქართველოში ვერავინ ვერ იტყვის, ვერანაირ ცუდს არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომ შოთა რუსთაველი ცუდი. აი ესე არის გუშინდელი დღე, რომ ყველა გაერთიანებული იყო უწმინდესის გარშემო და მისი პიროვნების გარშემო, იმ სიყვარულით, მადლიერებით და შეიძლება ითქვას, აი ამით მინდა ესე გავასახოს, რომ ერთ-ერთი როგორც კლასიკოსი ბრძანებს ჩვენი კურთხეულია ნაბიჯი ვალმოხტის. ეს ვალმოხტილობის და ნაყოფიერების ესე განსაკუთრებული გამოვლინება იყო გუშინდელი დღე და საერთოდ ეს დღეები რომელმაც გაგვაერთიანა ყველა ერთად ძალიან სასიამოვნო და იმედიანად. მამიკალ, თქვენი შეფასებით რა არის პატრიარქის მთავარი ღვაწლი? როგორ შეფასდება მისი მსახურება თეოლოგიური თვალსაზრისით? უპირველეს ყოვლისა მინდა სრულიად საქართველოს და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს მიუსამძიმრო და არა მარტო მართლმადიდებლურს ყველას, იმიტომ რომ ის იყო მართლაც ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანი და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც მე და საერთოდ ჩემი თაობა ხედავს მასში, ეს არის უდიდესი სიყვარული და უპირველესი ვალდებულების აღსრულება მღვდელმსახურისა საერთოდ და სასულიერო მოღვაწისა, რომ მოცხოვარმა როცა აკურთხა თავისი მოციქულები, მათ უთხრა, რომ პირველები იყავითო, მაგრამ მოვიცალსო თქვენ შორისო პირველი უნდაო იყოსო, ის იყოსო ყველას მსახურიო. და ის უპირველეს ყოვლისა იყო მსახური, მთელი ერის, მთელი საქრისტიანოსი და ყველაზე მთავარი, რაც მან ჩვენს ერს და თითოეულ ქართველს დაუბრუნა და რისკენაც მოგვიწოდა, უპირველეს ყოვლისა ის იყო მისი მოღვაწეობის დასაწყისში მიზანი, მისი რომ ის ჩატეხილი ხიდი, რომელიცერსა და ეკლესიას შორის არსებობდა და ეს იყო იმ ათეისტური პერიოდის სასტიკი ეპოქის დამსახურება, რომ ეს ხიდი აღედგინა და ხალხისთვის დაებრუნებინა ღვთის სიყვარული და დაებრუნებინა რწმენა, რომელიც იქნებოდა ცოდნით გამტკიცებული, რწმენითი ცოდნა. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ის იყო ცოცხალი მქადაგებელი ამ ყოველივეს. რასაც ის თავის ქადაგებებში ეს იქნებოდა განათლების კუთხით მოწოდება ახალგაზრდობის მთელი ერის, მთელი სამწყსოსი. ეს იქნებოდა უშუალოდ ლოცვისადმი სიყვარული, მარხვის, ეკლესიური ცხოვრების. ის იყო ცოცხალი მაგალითი ამ ყოველივეს. ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი იყო ესეთი სენეკა, რომელსაც სულ ეუბნებოდა, რომ შენო სხვას წერ და სხვანაირად ცხოვრობოდა. მას ესეთი პასუხი ჰქონდა, რომ ჩვენო ფილოსოფოსებიო იმას კი არ ვწერთო, როგორ ცხოვრობთო, ჩვენ ფილოსოფოსები იმას ვწერთო, როგორ უნდა ვიცხოვროთო და პატრიარქი კიდე თავისი მოქმედებით და თავისი ცხოვრებით ისე ცხოვრობდა, როგორც ქადაგებდა და როგორც ამას ქრისტიანობა ასწავლის და როგორც ამას სახარება გვეუბნება და ჩემთვის პირადად ყველაზე დიდი ღვაწლი და ყველაზე დიდი მისი ნაყოფი არის ის, რომ საერთოდ ძალიან ხშირად გვიჩნდება ხოლმე აზრი ესეთი, რომ რატომ არ გააჩნიათ, რატომ არ გვყავს დაუშვათ გონიათ ხალხს, რომ არ არიან დღეს სასწაულთ მოქმედი მამები, რომლებიც რაღაც სასწაულებს ახდენენ და ყველაზე დიდი სასწაული ჩემთვის პირადად არის ერთ-ერთ მონაზონმა დაწერა ლექსის ესეთი სტროფი არის, რომ სამყაროს ახელებსო თეთრი მარმარილო და მიქელანჯელოს ხვედრიო, რა უფრო დიდიაო, ქვაში შუა კაცი თუ ქვის გულში ღმერთიო. და უწმინდესმა სწორედ ეს მოახერხა, რომ აი იმ ათეისტური პერიოდის ქვის გულებში, გაყინულ გულებში შუა თითოეული ადამიანის გულში ღმერთი. ოღონდ ცოცხალი ღმერთი და არა ხატებში და რაღაც სწავლებაში და რაღაცა ფორმაში და რაღაც თეორიაში ჩაკეტილი. ცოცხალი ღმერთი თავისი ცოცხალი ცხოვრების წესით და აქეთკენ წარგვიმართა და მადლობა უფალს, რომ დღეს არათუ მხოლოდ ცოცხალი რწმენა, არამედ იმხელა ერთობა შემატა ერთს და იმხელა სიყვარული დაგვანახა და მისი ღვაწლის შესახებ საუბარი რომ დავიწყოთ, ალბათ რა ვიცი, ამას ერთი გადაცემა და ერთი შეხვედრა არ იყოფა. ეს არის უპირველეს ყოვლისა
სასულიერო კუთხით განათლების აღორძინება, სასულიერო სემინარიები, აკადემიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი და სკოლები, ყველაფერი ის, რასაც ის ცხოვრებაში და საერთოდაც წმინდა წერილში წერია, რომ ყურნი უფლისანი მართალთა ზედა არიანო და ის იმდენად მართალი იყო, რომ მის მართალ ლოცვას უფალი ისმენდა და ყოველი მისი ნალოცი, ყოველი მისი კეთილი განზრახვა იყო კურთხეული ღვთისგან და ამიტომაც შეძლო მან რომ ეს ყველაფერი აღესრულებინა და ეს ყველაფერი მართლაც როგორც იტყვიან მან აღასრულა თავისი ვალი როგორც იტყვიან ასე და მოგვიწოდა თითოეულ ჩვენთაგანს რომ ისევ და ისევ აი გუშინ ხშირად ისმოდა და არა მარტო გუშინ ეს დღეები და ალბათ მომავალშიც ხშირად გავიგონებთ ამ სიტყვებს რომ თვითონ პატრიარქის კუთხიდან რომ მიყვარხარ საქართველოს და ჩვენც გვიყვარხარ პატრიარქო და აი ის ბედნიერი იქნება იმ სამყაროში და იქიდან თავისთავად ის როგორც უდიდესი მამამთავარი როგორც მამაობრძანა წეღან მას აქვს ერთი საოცარი თვისება ქონდა და აქვს და სულ ექნება რომ აი როგორც ჩვენ სულიწმინდის ლოცვაში ვამბობთ მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო, იმიტომ რომ სული ჭეშმარიტი არის ნუგეშინის მცემელი და შესაბამისად ჭეშმარიტი სულის მატარებელი ადამიანიც თავისი ცხოვრებით უნდა იყოს ნუგეშინის მცემელი და ის არის სწორედ ჩვენი ნუგეშინის მცემელი და იქნება მუდმივად. და ჩვენ ამ სიტყვების აღსრულებას შევძლებთ თუ ეს სიტყვები გვიყვარხარ პატრიარქო იქნება არა უბრალოდ ბაგეებიდან წამოსული, არამედ ცხოვრებით თუ გავაკეთებთ იმას, რაც მას უნდოდა და როგორც ის გვიქადაგებდა და გვასწავლიდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, მან მოიპოვა უპირობო სიყვარული უამრავი ადამიანის ფაქტობრივად თითქმის მთელი საქართველოსი შესაძლოა გამონაკლისებიც არსებობენ. დედა ელისაბედ სწორედ ამ სიყვარულზე მინდა გკითხოთ ჩვენ აი ამ დღეების განმავლობაში ვაკურდებოდით უამრავ ადამიანს, რომელიც მიდიოდა თუნდაც ამ შეძახილებს გვიყვარხარ პატრიარქო. ეს სიყვარული გარკვეულ ვალდებულებასაც გულისხმობს ალბათ, ხომ? სწორედ ამ ვალდებულებაზე მინდა ვისაუბრო, რას ავალდებულებს ეს საზოგადოებას, როგორც მამა მიქაელმა აღნიშნა მრევლს და საზოგადოებასაც, რომელსაც უყვარდა პატრიარქი. მეც უსამძივრებ მთელ საქართველოს და სრულიად სამყაროს დიდი დანაკარგია მისი უწმინდესობის დაკარგვა და მჯერა დღესაც რომ ის ზეციური საქართველოსთვის, ზეციდან იზრუნებს საქართველოსთვის. ალბათ იქნება ის სწორი, რომ შევასრულოთ მისი მცნებები, რასაც სულ გვიქადაგებდა. მე მის უწმინდესობასთან შეხება მქონდა 1990 წელს პირველი, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერში მივედი და მისი კრედო იყო ღმერთი არის სიყვარული და ერთმანეთს მოусმინოთ, აი ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ხშირად უთქოს მის უწმინდესობას, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთის აზრის მოსმენა. ქართველებსო და ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო და მისთვის იქნება აი შევასრულოთ მისი მცნებები, აი გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარული და მე არ მავიწყდება ერთხელ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ მაწყენინა ერთმა ადამიანმა აბსოლუტურად უსამართლოდ და მისმა უწმინდესობამ ეს გაიგო, დამიბარა და მითხრა, რომ იცი რაო არ გეწყინოსო და მიუტევეო იმათო ვინც გაწყენინებსო მოწყალე იყავეო განსაკუთრებით მოწყალე იყავი იმათ მიმართ ვინც გაწყენინებსო და ნახავო ღმერთი როგორი მოწყალე იქნება შენთვისო მე ყოველთვის ასე ვცხოვრობდიო და ღმერთი იმიტომ წყალობდაო რომ განსაკუთრებით ვიყავი მოწყალე იმ ადამიანების მიმართ რომლებიც გულს მტკენდნენო და მომთმენიც და მომთმენიც თუ გადავავალოთ. მომთმენი რა თქმა უნდა ეს მოთმინებას გულისხმობს რომ პირველ რიგში მოთმინება და შემდეგ სიყვარული იმათ მიმართ ვინც მას აწყენინებს და გულს დგენს. ანუ ეს არის მთავარი გზავნილი როგორც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმით რომ შევძლოთ ერთმანეთის მიტევება ვისწავლოთ, მოსმენა ვისწავლოთ ერთმანეთის, სხვისი აზრის გათვალისწინება. ბავშვსაც უსმენდა მისი უწმინდესობა, ყველას უსმენდა. ცხოველების ენაც იცოდა, იცით ესმოდა
მას ცხოველების ძალიან უყვარდა ცხოველები, კი არა მცენარეების ენაც ესმოდა. როდესაც ძალიან უყვარდა მცენარეები და სადაც მონასტერში მიწევდა მსახურება, მე მერგო პატივი სნოში მისი სახლის, მშობლების სახლის აღორძინებაში მიმეღო მონაწილეობა და შემდეგ ბაღის გაშენებაში დედა თეკლა იყო მაშინ ხელმძღვანელობდა და მეც მივიღე მონაწილეობა, მისი უწმიდესობა ჩამბრძანებული იყო და თვითონ გვეუბნებოდა სად რომელი მცენარე დაგვერგო და დარგვის დროს ამ სიტყვებს ყოველთვის ვიმეორებ და ეხლაც ვიმეორებ მე ნეველის ტაძარშიც გამწვანება გავაკეთებ მისი უწმიდესობის საკურთხევით და რო ვდგავთ მცენარეს გაიხარე გამახარე ანუ მცენარეებთანაც ჰქონდა ურთიერთობა და ესმოდა მათი ენა ყველაფრის ეს ცოცხალი ორგანიზმია მცენარეც და მართლაც ცოცხალი ორგანიზმია და კონტაქტი ჰქონდა აი ხშირად მისულა ხესთან და შეხებია და რაღაცას ესაუბრებოდა ეს მე შემსწრევა რამის. დედა ელისაბედ, როგორ იყო მისი დამოკიდებულება მონაზვნებისადმი? ძალიან რბილი და რა ვიცი მე მისგან სიმკაცრე პირადად მე არასდროს არ მიგრძნია. სულ სიყვარულით გვექცეოდა, როდესაც სამთავროში ვცხოვრობდით, მაშინ იმ პერიოდში ძალიან დიდი გასაჭირი იდგა. და მისი უწმიდესობა ჰქონდა ესეთი წესი, ორშაბათები დააწესა. ანუ ორშაბათ ჩვენ მივდიოდით მის უწმიდესობასთან და მასპინძლობდა. მასთან მიქონდათ ხოლმე კვირას წირვის შემდეგ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ტკბილეული, ტორტი, ასე შემდეგ ვინახავდა ჩვენ, რომ თქვენი გიჭირთო და ამას მოგვართმევდა ხოლმე და თან გვასწავლიდა ცხოვრებას, როგორ გვესწავლა მონასტრული ცხოვრება და როგორ გვეცხოვრა მონასტრულად. თავისი მაგალითებით, თავისი მოძღვრებებით, გვასწავლიდა გობელენზე ქსოვას, გვასწავლიდა ქარგვას. მან იცოდა ეს თავი. იცოდა. დიახ, მან ყველაფერი იცოდა. ხაწერას მრავალ მხრივ უნდა შეძლოთ ყველაფერი გობელენის ქსოვასაც გობელენსაც ქსოვდი და მაშინ დიდი გაჭირვება იყო და მოქსოვეთო რაღაც ჩანთებიო და შემდეგ გაყიდეთო რომ ამით იყიდოთ საკვები თქვენი შრომით უნდა მოიპოვოთ თქვენი რაც გჭირდებათ სარჩოთი და კიდევ აფხაზეთის ავადსახსენებელი ომის დროს მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით წავედით დანიელის ხელმძღვანელობით მაშინ მეუფე დავითი გარდაიცვალა დანიშნეს მეუფე დანიელი და წავედით რამდენიმე მონაზონი და მახსოვს მისი უწმიდესობა ძალიან ღელავდა კითხა არ გეშინიაო და მე ვთქვი თქვენი უწმიდესობა თქვენი ლოცვის იმედი მაქვს მეთქი და გაეცინა და თავისი ხელი მომითათუნა რაღაც საოცარი სითბო ქონდა ამ ხელს ყველა აღნიშნავს და მეც კიდევ დამატებით აღნიშნავ რომ რაღაც საოცარი ხელი ქონდა ამ ადამიანს საოცარი მადლი გაგვატანა ყოველ კვირას გვიკავშირდებოდა იგებდა ჩვენს ამბებს შემდეგ მოხდა ისე რომ გაწყდა კავშირი და ძალიან ნერვიულობდა თურმე როგორც გავიგეთ და გამოგზავნა ჩვენც ძალიან ისე ვიყავით შეწუხებულები რომ მისი უწმიდესობის ნუგეში მოგვაკლდა და გამოგზავნა მამა ეფრემი ხედავთ როგორ შემოაღწია მაშინ არც ფრენა არ იყო რაღაც ხდებოდა რომ გაჩერდა ერთი პერიოდი ყველაფერი ეს მარტი იყო 17 მარტს მოხდა ძალიან დიდი დაბომბვა ყველას დიდი დაბომბვა იყო და ჩვენ დავდიოდით და ადამიანის სხეულის ნაწილებს ვაგროვებდით და მარხავდით და ძალიან ისეთი ძიმე განსასწრელი დადგა ჩვენთვისაც, რომ ეს ძალიან ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებდა და ხედავთ, რომ მოდის მამა ეფრემი და მოაქვს რაღაც უზარმაზარი ხონჩა, ესე დიდი. და გავოგნით ჯერ გვეგონა რომ სიზმარში გვეგონა, რანაირად შემოაღწია და ნუ რა ვიცი ჯერ ფეხით ეს ყველა აი რაღაც ყველანაირი ტრანსპორტი გამოიყენა მე მგონი და ბოლოს ფეხით მოაღწია სოხუმამდე და შევედით მოიტანა მისი უწმიდესობის ნობათი. ესე იგი ეს არ დამავიწყდება, ისეთი სიყვარულით იყო ყველაფერი ჩალაგებული, ტკბილეული, თაფლი, ფიჭა ზემოდან და დაფნის ფოთლებით იყო შემკობილი და ამან იმხელა ძალა მოგცა, რომ ისევ გავაგრძელეთ ამის შემდეგ ცხოვრება და შემდეგ ნუ უკვე ჭუბერით გადმოვედით და რომ ჩამოვედით ისეთი სიყვარულით დაგხვდა მისი უწმიდესობა, რომ ესეც არ დამავიწყდება არასდროს, იმიტომ რომ ძალიან ყველანი ვიყავით სულიერად დამძიმებული. და იმხელა სითბო გვაჩუქა, რომ ახალი ძალები მოგცა
და მაშინ გაგუშვა ბოდბის მონასტერში. და ყველანაირად გვანუკე შემდეგიდან, მაგრამ მოხდა ისე, რომ იქაც დაიწყო თოვლი და ჩაიკეტა გზა. და ვერ უკავშირდებოდით ვერავის და მაშინ იყო ბოდბის მონასტერი, ეხლა რო გამშვენებული ესეთი არ ყოფილა. იყო მუზეუმი და ექსპონატები, არც საწოლი იყო, არაფერი არ იყო, ექსპონატების თაროებზე გვეწინა. და ძალიან დიდი გასაჭირი იყო და საკვები არ ქონდა, ფული ჩვენ არ ქონდა, თან დახმარებაც ვერ მოდიოდა, იმიტომ რომ გზა ჩაკეტილი იყო და იყო დატოვებული ხორბალი, ამ ხორბალს ვასველებდით და უმად ვჭამდით, რომ ცოტა დარბილებული იყო. წყაროდან მოქონდა წყალი, არც წყალი არ იყო და ესეთი ზამთარი რომ გადავიტანეთ, რომ გადნა თოვლი, შემდეგ რაღაცები დავიწყეთ მიწის დამუშავება და მოვიყვანა ჩვენი მოსავალი. და მოხდა სასწაული, რომ წამოვიდა 11 ხათიდან მირონი. და ამის შემდეგ ხედავთ, რომ კარი გაიყო უცბად და მობრძანდება მისი უწმიდესობა. საიდან გაიგო ეს, დღესაც არ ვიცი. და არც არასდროს არ ვიცხოს, რომ მეკითხებს, აი რანაირად გაიგეთ? მაშინ კომუნიკაცია არ იყო, არც მობილური ტელეფონები იყო და არაფერი და რანაირად გაიგეთ მეთქი და გაიცინა და ისევ თავისი ხელი მომითათუნა და შებძანდა ემთქვია ხატებს ილოცა. შემდეგ მოუმზადეთ ტრაპეზი, არაფერი არ ქონდა, რაც ამოვიღეთ ის კარტოფილი ცოტა მცირედ ის შევწვით და რაღაცა რაც გაუმზადეთ, ცოტა რაც ქონდა შედარებით მეზობლისგან ვისესხეთ ყველი და გავაკეთეთ ცოტა რაღაც უყვარდა მას ყველის ხინკლები და გამომასპიზეთ რომ წავიდა, იმდენად დააფასა, აი რატომ მოვყევი ეს ისტორია, რომ იმდენად დააფასებს ყველაფერს, მცირედსაც კი ეს ადამიანი აფასებდა, რომ რაღაცა უზარმაზად დედებმა ისეთი ტრაპეზი გამიკეთესო, რომ ჩავიდა, რომ ჩემ ცხოვრებაში ესეთიო არასდროს არ გამისინჯავსო და ჩამოდიოდნენ მე სასულიერო პირებს, რა იყო ესეთი გაგვაგებინეთო, რომ მისმა უწმიდესობამ ესე აღნიშნავ, ანუ არაფერს ეს ადამიანი რომ მიხვდა რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შრომის ფასი იყო, ამდენად დააფასა. აფასებდა დედების ყველა ღვაწლს. პატიობდა შეცდომის, როგორ არ ქონდა შეცდომის მეტი რა ქონდა, მაგრამ სიყვარულით, სულ სიყვარულით თავის მაგალითით გვასწავლიდა და სიყვარულით. მისი უწმიდესობა ჩემთვის არის აი მაგალითი ცხოვრებაში. ვცდილობ რომ აი ხა რაღაც რო ხდება დღესაც უკვე რაღაც ხდება, ვთქვათ, ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ვიღაცა უკვე ხად გიპასუხებს ან რაღაც და იმ წუთში ვიკავებ თავს, რომ აი მისი უწმიდესობა ხა რას იფიქრებს, რომ მე ამას უპასუხო შესაბამისად. და მინდა რომ ეს ცხოვრება ესე გავაგრძელო, რომ მისი უწმიდესობაზე ვიფიქრო, რომ ის რას იტყვის, აი ის რას იფიქრებდა. ეხლა მე როგორც მოვიქცევი და როგორ შეაფასებდა ჩემს აქციელს და ვცდილობ რომ და იმედი მაქვს რომ ღმერთი ამის ძალებს მომცემს. მადლობა. ბატონ გიო, როგორ შეიძლება ჩვენ შევაფასოთ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მისი პატრიარქობის გზა, იმიტომ რომ ერთის მხრივ მისი სახელი უკავშირდება სულიერების აღორძინებას, მაგრამ მეორეს მხრივ ის იყო ასევე უპირობო ავტორიტეტი. ავტორიტეტი სრულიად საქართველოსთვის და რაღაც გარკვეულწილად ერთიანობის სიმბოლოც, ხომ? რა თქმა უნდა. მე უბრალოდ ეხლა რო უყურებ აი ამ ხუთღიან გლოვასაც, იცით, არ იყო ეს მხოლოდ გლოვა, ეს ერთიანობის სიხარულის გამოხატულებაც იყო, მაგრამ უნდა რაღაცა დრო გამოხდეს, რომ ის ემოციები, რომელიც ეხლა თითოეულ ადამიანში არის, როგორც სასულიერო პირებში, ისევე ერისკაცებში, აი ნელ-ნელა უნდა დაიწმინდოს და დაალაგდეს და უფრო გამოიკვეთება პატრიარქის ის მრავალფეროვნება, რომელიც მან აი ამ ათეული წლების მანძილზე თავადაც ატარა და ჩვენს გვაჩვენა. რომ ახსენდება მე აი ჩვენი წარსული ვიდრე პატრიარქი მოვიდოდა საქართველოს ეკლესიის საჭეთ პრობელად. იცით, კვერცხსაც გვიხარშავდნენ მშობლები, გნათლავდნენ კიდევაც, საფლავზეც გავდიოდით სანდ, მაგრამ ამას აი აბსოლუტურად ნუ ეხლა მთლად გაუაზრებლად შეიძლება არა, მაგრამ აი რაღაცნაირი იმით ვაკეთებდით თითქოს ინერციით თუ იმ ტრადიციებით, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ოჯახებში ტრიალებდა, მერე თავობიდან თავობას გადაეცემოდა. მაგრამ როცა პატრიარქი მოვიდა, მერე უკვე ეკლესიაც გამოიკვეთა, ეკლესიაში მრევლი შევიდა, რა თქმა უნდა სასულიერო პირები
და უკვე ის შინაარსი, ის დატვირთვა მიიღო, რაც სულიერებას გამოხატავდა. მამა მიქაელი ბრძანდება აქ და სადაც იგი არის 57 სკოლა მაქვს დამთავრებული მე და ჩვენს წმინდა ნინოს სასწავლებელი იყო ეს ადრე და სპორტული დარბაზი იყო გახსნილი ეკლესიაში. ეკლესიაში. აი ხლა კიდე უარესებიც იყო სხვადასხვა თქვა ნაწალადები იქნება თუ სხვაგან საწყობება და მათ იყო ეს ყველაფერი ქცეული არც მინდა სიტყვა თქვა და ამას ხო უნდა ყველაფერს ასე ვთქვათ გამოტაცება ხელიდან და დაბრუნება ეკლესიისათვის. ბატონო, პირველ რიგში ამას სჭირდებოდა გარკვეული ავტორიტეტის მოპოვება, რომ ეს ყველაფერი დაებრუნებინა მას ეკლესიისთვის, როგორ შეძლო მან კომუნისტების პერიოდში მოეპოვებინა იმგვარი ავტორიტეტი, რომ ეს ყველაფერი დაებრუნებინა ეკლესიისთვის და რაც მთავარია, მრევლი დაებრუნებინა ეკლესიისთვის. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს თუ პიროვნული თვისებები არ გააჩნია, ის რა თქმა უნდა მას ვერ შეძლებს. მას ჰქონდა აი სულის ღირსების და გონების მართვის უნიკალური შესაძლებლობაც და ასე ვთქვათ სიღრმისეული განცდაც, რომელსაც ის აფუძნებდა სიკეთესა და სიყვარულზე. სხვანაირად ის ვერავის დარწმუნებას ვერ შეძლებდა, რაც არ უნდა ათეისტთან ქონოდა საქმე, მაგრამ იმათაც აჯერებდა, რომ ეს იყო აუცილებლობა იმისათვის, რომ ქართველი ერის სახე შენარჩუნებულიყო. საუკუნეების მანძილზე ახალს არაფერს არ ვამბობ. იყავი ქართველი ნიშნავდა, რომ იყავი ქრისტიანი. იყავი ქრისტიანი ნიშნავდა, რომ იყავი ქართველი. აი ეს ორი ცნება, სულიერი და ეროვნული შინაგანი თვით დაჯერებულობა, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის, რათა განვითარდეს, მას ერთმანეთთან ჰქონდა შერწყმული. მის ეს სიტყვები, რომელსაც სულ იმეორებდა მიყვარხარ საქართველო, მიყვარხარ საქართველო, იცოდა რომ აი რაღაცნაირად უნდა გონებაში ყველას პატარა ბავშვიდან დაწყებული დიდებისთვის შეხსენებათ, მაგრამ პატარა ბავშვობიდანვე უნდა გასჯერებოდა და გასჩენოდა გულში ყოფილიყო ეს ჩაწვეთებული. მამა მაქსიმე მოიყვანა ბიბლიური მაგალითები და მე ადრეს ვთქვი და გავიმეორებ. მე რა თქმა უნდა ამ დიდ პატრიარქებს საც უნდა შევადაროთ ის, მაგრამ ყველაზე უფრო აი ჩემთვის, რა თქმა უნდა, სუბიექტური ვიქნები ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად ალბათ მისი მოღვაწეობა, მისი გზა, ეს იყო მოსეს მიერ განვლილი გზა, როდესაც 40 წელი აი უდაბნოში ახეტიალა ისრაელი. ასეთივე შედარება სხვათა შორის ჰაგიოგრაფიაში ჩვენ გვხვდება გრიგოლ ხანძთელთან დაკავშირებით, მოსეს არის წმინდა გრიგოლ ხანძთელი შედარებული და აი ესე ატარა მან ქართველი ერი. აი რაღაცნაირად თითქოს ხელზე ატარა. ასწავლა ყველაფერი. მრავალფეროვნება შემოიღო, იცით, სასულიერო მოღვაწეობაში. ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, სულიერებაზე ზრუნვა, ეს იყო შემოქმედებაზე ზრუნვა, ეს იყო სახელმწიფოებრივად აზროვნებაც მამა მიქაელმა დაასახელა, რომ მან შექმნა და დაარსა საფუძველი ჩაუყარა სკოლებს, სასულიერო სემინარიებს, სასულიერო აკადემიებს, უნივერსიტეტს. ყველას თითქოს ეგონა, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი თითქოს სასულიერო მიმართულებით უნდა წასულიყო, მაგრამ აქაც მან გამოიჩინა ის გონიერება, რომ ამად გვერდით ყოფილიყო არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საეროც და თავი მოუყარა იქ უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებმაც ძლავრ საფუძველზე დააყენეს ეს უნივერსიტეტი და ეს ასე ვთქვათ ფაქტს აღნიშნავს ლოგოა არის, რომ შეიცან თავითვისი ლათინურად არის ასე ვთქვათ პატრიარქის სურვილით გამოკვეთილი და მას თავის ადამიანის განსაკუთრებით ახალგაზრდების თავის შეცნობის ყველაზე სარწმუნო და ყველაზე ძლავრ ძალად სინერგია მიეჩნდა და რომელიც გულისხმობს რა თქმა უნდა რწმენასა და ცოდნას. ცოდნასა და რწმენას და სხვანაირად ამის გარეშე ჭეშმარიტი ცოდნის ასე ვთქვათ მოპოვება არ ხდება და მე ვფიქრობ რომ როგორც ყველა დიდ ქართველს ისაც ამავე დროს სახელმწიფოებრივად დიდად მოაზროვნე იყო, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სწორედ განათლებაზე, იმიტომ რომ იცოდა და ჩვენც ამის გვჭეროდა და მომავალშიც ესე ვიქნებით, რომ განათლებული
თაობის, ახალი თაობის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველოს ის მომავალი ვერ ექნება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა. რა თქმა უნდა. ბატონ ლაშა, საქართველოს პატრიარქის გარშემო ჩამოყალიბდა ძალიან დიდი სიყვარული, რაზეც ვსაუბრობთ აგერ ნახევარსაათზე. მეტია, სიყვარულიდან დობა. როგორ იქცა თქვენის აზრით ის აი მოსიყვარულე მამად, ყველასთვის საყვარელ სულიერ მამად? როგორ მოახერხა ეს მან? ერთ განსაკუთრებულ თვისებას ამ შემთხვევაში გამოყოფს საოცარი უბრალოება და თავმდაბლობა. ყველაფერთან იმ მედიდურობასთან ერთად, იმ რეგალიებთან ერთად, იმ რაც კათალიკოს პატრიარქის ახლავსთან და ეკლესიის საჭეთვრებელს, ის ამის მიღმა საოცრად უბრალო იყო. მისთვის დამახასიათებელი არის ყველასათვის გასაგებ ენაზე საუბარი. მისი ესმოდა თაში მუშაკს, მისი ესმოდა მეცნიერებათა აკადემიის წევრს და ერთნაირად. ის ყველასთვის ერთნაირად საუბრობდა. თუ გინდოდათ პატრიარქი თავმოხრილი გენახათ, უნდა დაგელოცათ. აი, განსაკუთრებით ახალგაზრდობის პერიოდში მისი ეს გაშლილი წელი, ეს ფოტოებში ვნახულობთ, რომ საოცრად შესახედაობით იყო ასევე და ის მყარად დადიოდა, მან იცოდა ზუსტად რა იყო მისი მოვალეობა, სად იდგა, როგორ იდგა, მაგრამ ამასთანავე აი ეს თავმდაბლობა უნდა დაგელოცა და მაშინვე თავს ხრიდა. ეს იყო მისთვის დამახასიათებელი ბუნება. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ასეთი რამ, რომ ვინმესგან დალოცვა, მოკითხვა კი არა, დალოცვა გადამიცია, ასეთ შემთხვევაში ის თავს ხრიდა ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად იცოდა ამ დალოცვის მნიშვნელობა, როგორც სულიერმა ადამიანმა. გუშინ ვნახულობდი სხვადასხვა გრიგოლ ჩიგოგიძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში 86 წელს გადაღებული პატარა ჩანახატი, როდესაც მისი უწმინდესობა ეწვია პიონერთა სასახლეს. და იქ პიონერფილმელი ბავშვი გოგონა იღებს პატრიარქისგან ინტერვიუს და ეკითხება, თუ გაგიგიათ ასეთი სტუდია პიონერფილმის შესახებ. და უწმინდესი პასუხობს, რომ მე არ გამიგია ასეთი სტუდიის შესახებ, მაგრამ თუ მომცემთ საშუალებას, აუცილებლად გავეცნობი ამ სტუდიასო და შემდეგ წელს შობის დღესასწაულზე მიგვიღო. და გაგვიცნო. და აქედან კიდევ წამოვიდა ჩვენი ბავშვების, მოსწავლე ახალგაზრდობის აღსაზრდელები, პატარა ბავშვებს ხვდება მისი უწმინდესობა. ის არღვევს ყველანაირ ბარიერს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში არის შექმნილი. ეგრეთ წოდებული ხუთშაბათობა, როდესაც ახალი კათალიკოს პატრიარქი გახდა და ხუთშაბათობით იბარებდა პროფესორ მასწავლებლებს, პედაგოგებს, რომელსაც ეკითხებოდა, კი არა ასწავლიდა რამეს, ეკითხებოდა. და შემდგომ აი კითხვა-პასუხში მერე მოდიოდა ის, რომ ის საუბრობდა, ესაუბრებოდა და პედაგოგები შემდგომში მიდიოდნენ და ისინი უკვე უყურებდნენ თავიანთ სტუდენტებს, მოსწავლეებს კათალიკოს პატრიარქთან შეხვედრის შესახებ. ეს იყო მისი საოცრად ფრთხილი, ფაქიზი დიპლომატიური სვლა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში და უკვე მერე შემდგომში, როდესაც ის იკრებს ძალას, ასე ვთქვათ, რაღაც სოფლიო ეკლესიების საბჭოს პრეზიდენტად ინიშნება, ირჩევა, უკვე იქ აქვს გარკვეული ძალაუფლება, იმიტომ რომ საერთაშორისო ძალაუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობების გარდა ის აფართოებს საქართველოს ურთიერთობების სპექტრს და აი სხვათა შორის ჯვარი ვაზისებს თუ გადაავლებთ თვალს, რომლის ინტენსივობა მან გაზარდა ამ ერთადერთი საეკლესიო ჟურნალის ბეჭდის ინტენსივობა, იქ უკვე თავის საერთაშორისო ვიზიტებზე აქვს საუბარი და აკეთებს იმას, რომ ის არღვევს ყველაფერს და სადაც მიდის თავის მოძმე ეკლესიებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად, დასალაგებლად, გასაძლიერებლად და ასე შემდეგ და რატო ამბობ გამოსასწორებლად, ამასაც გეტყვით, ტყუილა არ მithkoms ეს სიტყვა, იქვე ის ხდება უკვე უცხო ქვეყნის ხელისუფალთ, იმ ქვეყნებში, სადაც ჩადის. ანუ ის ხდება ერთადერთი ადამიანი
არადამოუკიდებელი საქართველოსთვის, რომელიც არღვევს რკინის ფარდას საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესების და საქართველოს როგორც არადამოუკიდებელ ქვეყანას, მაგრამ ქართველ ერს უქმნის საფუძველს დამოუკიდებლობისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში. ამას აკეთებს საოცარი მოხდენილობით და საოცარი სიფაგიზით და რატო ვახსენე სიტყვა გამოსწორება ურთიერთობების. ბართლომეოს დიმიტრიოს პირველი ცხონებული პატრიარქი კონსტანტინოპოლისა, რომლის წინაშეც ქართველ ერს მადლიერებიც მეტი არა უნდა ჰქონდეს რა გრძნობა, იმიტომ რომ ამ დიდი პატრიარქის პირობებში მივიღეთ ის საუკუნეების მანძილზე მოსაპოვებელი და ვერ მოპოვებული და მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქი ილიას მეცადინეობით მოპოვებული ტომოსი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ცნობა, რომელსაც ჩვენ ვიბზეიმებთ სულ რაღაც 2 დღეში ამ ისტორიულ მომენტს, ჩამოდის დიმიტრიოსი საქართველოში და მისი უწმინდესობა სიონის საკათედრო ტაძარში ოფიციალური მიმართვის დროს მიმართავს მას, რომ თქვენო ყოვლად უწმინდესობა, ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის დაგროვილი პრობლემები და გაუგებრობები აუცილებლად გადაწყდება და გამოსწორდება. ანუ ის კამათი, რომელიც ამ ყველაფერი სცენის მიღმა იყო კათოლიკოს პატრიარქის მხრიდან და ის მეცადინეობა, რომ ის გაუგებრობები აღმოფხვრილიყო და გაუგებრობა იყო სწორედ ავტოკეფალიის აღიარება და კათოლიკოს პატრიარქის ტიტულის არ ქონა საქართველოს ეკლესიის მიმართ, რომელსაც კონსტანტინოპოლის ეკლესია არ იღებდა. არც ერთი პატრიარქის პირობებში 10 წლეულების მანძილზე დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. სწორედ კათოლიკოს პატრიარქი ილიას პირობებში საქართველოს იღებს ამ აღიარებას, რაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი არის და უმნიშვნელოვანესი აღიარება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ისე რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის და დღეს თქვენ შესავალ სიტყვაში ახსენეთ ქრისტიანობის 1700 წელი. რომელსაც წელს 1993 წელს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდესი ილიას ინიციატივით საქართველოს ეკლესია და საქართველოს იმჟამიდელი მთავრობა აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წელს. ანუ ეს მანამ სანამ უკვე მსოფლიო ეკლესიები აღიარებენ საქართველოს ავტოკეფალიას და ამისთვის სპეციალური ჯვრები, მედალიონები იქმნება, იბეჭდება იმ წირი ფინანსური შესაძლებლობების პირობებში, რაც საქართველოს ეკლესიას ჰქონდა და რიგდება საზოგადოებაში წარწერით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1500. აი ეს იყო მისი ეს ქმედებები, ეს ფრთხილი ქმედებები, რომელიც საფუძვლად ედო შემდგომში ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოპოვებას და შემდგომში გაძლიერებას. და ეს კიდევ, როდესაც მე რამდენჯერმე ვთქვი და აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამ დღეებში არ ყოფილა ეპოქის დასასრული. ეს არის იმ ეპოქის გაგრძელება, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ერთმა ადამიანმა, იცით რა, მე ემოციები მაწვევოდა ამ დღეებში არა პატრიარქის გარდაცვალების გამო. პირიქით პატრიარქის გარდაცვალების გამო და მე ძალიან ბევრ სასულიერო პირსაც ვკითხე, მათ შორის მღვდელმთავრებსაც, აი ახლობელ ადამიანებს და ყველა მეუბნება, რომ შინაგანად სიმშვიდე გვაქვს ყველას. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ გვაქვს ფორიაკი, არ გვაქვს ვაივიში იმასთან დაკავშირებით, პატრიარქი ჩვენთან არა. პირიქით და მე მითხრე სასულიერო პირებმა, რომ აი როდესაც ეს მადლი არის დიდი და არის ის, რომ ადამიანი უფალთან არის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ აი ეს მადლი მოეფინება ყველა გარშემო მყოფს და ეს სიმშვიდე აქვს, მაგრამ ემოციები არის ის, რომ მაინც ასე თუ ისე მისი უწმინდესობა იყო ხოლმე პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად მარტო იყო. აი მარტო ადამიანი იყო ხოლმე, იმიტომ რომ აი ეს სირთულეები, რომელსაც ის ეჭიდებოდა ხშირად, ხანდახან ვერ პოვებდა ხოლმე მთლიანად საზოგადოებიდან გამოძახილს, თანადგომას. იყო შემთხვევები, ნამდვილად იყო შემთხვევები, როდესაც ის მარტო სულად რჩებოდა ხოლმე ღვთის წინაშე მოსესავით მდუმარედ ლოცველი, რომელიც მე ყვირილად ადიოდა ღმერთამდე და მე ჩამოდიოდა ჩვენთან და აი ეს ერის აზვირთება 2011 წელი აიღეთ, როდესაც ეს იმჟამიდელი ხელისუფლების დროს იყო, აი მართლა ადრე პერიოდებიც იყო ასეთი კიდევ უფრო ადრე პერიოდები 90-იან წლებში სქიზმის წინაშე იდგა საქართველოს ეკლესია და კათოლიკოს პატრიარქმა აი ეს შეძლო რამოდენიმე მღვდელმთავარი
იყო იმ პერიოდში 90-იან წლებში და მერე ის მან აიღო ეს ძალა მოიკრიბა და ათობით მღვდელმთავარი ერთიანად რამდენიმე წელიწადში მისცა და აჩუქა საქართველოს და ჩვენ მთლიანად საზოგადოებას, რომლებიც თითოეული მათგანი დღეს არნახულ მოღვაწეობას ეწევიან და რატომ ამ ხანდახან საუბრობდნენ ხოლმე რომ აი იცით ამდენ ეპარქიას ყოფს და აკეთებს და რა საჭირო არის ამდენი ეპარქია, იმიტომ რომ თითო ეპარქია ვერ ინახავს სამღვდელო პირებს და რაღაცა. ყველა ეპარქიაში დღეს იმ დააყოფილ დანაწევრებულ პატარ-პატარა წარმოშობილ ეპარქიებში ყველა ეპარქიაში საკათედრო ტაძარია, ახალი ხუროთმოძღვრების ძეგლები არის და მარტო ფიზიკური თვალსაზრისით კი არა. იქ სადაც მღვდელმთავარია, იქ ეკლესია ძლიერდება, იქ საზოგადოება ძლიერდება, იქ ახალი იქნება, იქ არის პროგრესი მთლიანად, იქ არის განათლება შეტანილი საზოგადოებაში, სოფლებში, ყველგან თავიდან ბოლომდე გამიგეთ, აი და რაც თავარია, საერო და ერთთან ურთიერთობა. აი კათოლიკოს პატრიარქის ფონდი იგივე უნივერსიტეტი ბატონო გიამ ახსენა დღეს და არაერთი უნივერსიტეტი საპატრიარქოს სამედიცინო უნივერსიტეტი წალკე აღარ ვსაუბრობთ იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე, როდესაც 88 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში კათოლიკოს პატრიარქი თამამ ნაბიჯს გავს და არსებს სემინარიის ბაზაზე, სასულიერო სემინარიის ბაზაზე, რომელიც აი ძლივს მცხეთის სამთავროს მონასტრიდან გადმოიტანა თბილისში და იქ მის ბაზაზე არსებს სასულიერო აკადემიას, რომელიც დღეს სამეცნიერო ხარისხებს იძლევა და უმაღლეს სამეცნიერო ხარისხს და ის აკადემიური საბჭო, რომელიც მისი უწმინდესობის მეცადინეობით შეიქმნა და ამას ყველაფერს სათავეში უდგას პროტოპრესვიტორი გიორგი ზვიადაძე, ეს არნახულია წარმომადგენელი საქართველოს ეკლესიისა. ეს ყველაზე ერთ-ერთი უმაღლესი დონე არის მსოფლიოში სასულიერო აკადემიებს შორის. ეს ყველაფერი არის შექმნილი ამ ერთი ადამიანის საოცარი მეცადინეობით და იმ თანამზრახველებთან ერთად, რომელიც მან პირველ რიგში ერში იპოვა მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან, სხვადასხვა მოღვაწეებთან ერთად და აი ამ გზაზე ყოფილიყო უჩინარი ლიდერი, იმიტომ რომ ემსახურებოდა ყოველთვის ყველას. ნოლაში თქვენ დაიწყეთ საუბარი იმითი, რომ თქვენ პირადად ბუნებრივი ემოციებმა გძლიათ თავიდან და შემდგომში უკვე გაანალიზეთ ეს ყველაფერი ამ ემოციებს და კავშირს ყველა თქვენგანის პირად კავშირს პატრიარქთან აუცილებლად დაუბრუნდებით. მანამდე მაყურებელს მინდა წარუდგინო, შემოგვიერთდა ხალბატონი იანო ალიბეგაშვილი, მუსიკოსი, ოპერის მომღერალი. დიდ მადლობა რომ მობრძანდით, გამოძებნეთ დრო, ვიცი რომ დაძაბული გრაფიკი გაქვთ, მაგრამ მაინც მოხვედით ჩვენთან პატრიარქზე სასაუბროთ, სანამ ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ ყველაფერს. ბატონო ნუკრი მანამდე ხალბატონ იანოს მინდა ვკითხო, პატრიარქის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მუსიკას, ნამდვილად განსაკუთრებული და ეს ყველა მიცის, თვითონაც ქმნიდა მას. როგორ შეცვალა მან ქართული საეკლესიო გალობის კულტურა? ეს არის საინტერესო თქვენი თვალსაზრისით. დიახ, მოგესალმებით მაპატეთ დაგვიანებული მოსვლისთვის, რადგან სწორედ ვიმყოფებოდი კონცერტი იყო რეკვიემი, ვერდის რეკვიემი, რომელიც მიუძღვენით უწმინდესის ხსოვნას, ძალიან ემოციური საღამო იყო, საიდანაც მოვდივარ ამ წუთას. მე პირადად მონაწილეობას ვიღებდი. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო. მისი მუსიკა იყო ძალიან ღრმა და თვითონ ეს არ იყო როგორც მუსიკის მოყვარულის ნაწერი, არამედ ეს იყო ნამდვილად სწავლულის ნაწერი. ის კლასიკურ მუსიკას და რელიგიურ მუსიკას ისევ ოსტატურად აერთებდა ერთმანეთში და თან ისეთი დინამიზმით, რომ მე თვითონ გაოცებული ვიყავი მის კომპოზიციებზე. და ეს იყო აბსოლუტურად მისი რაღაც საოცარი ნიჭი, რა თქმა უნდა, ეს ნიჭიც არის, მაგრამ დიდი ცოდნა. ძალიან ცნობის მოყარე იყო უწმინდესი. ყველაფერს, რასაც ეხებოდა, ყველაფრის ცოდნა უნდოდა. ესე იგი, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ყოფილიყო, სრულყოფილებაში მოჰყავდა ყოველი თავისი ნაწარმოები, ქმნილება თუ ქმედება. ეს რაც შემიძლია თქვა არის. აი, პირადად თქვენ როდესაც ასრულებდით, მაგალითად ავე მარიას როდესაც ასრულებდით, ესწრებოდა თვითონ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჯერთი ავე მარიაზე მუშაობა ჩვენ ერთად თვითონ მოინდომა და თვითონ სურვილი იყო უწმინდესის, რომ მე დავსწრებოდი ამ ნაწარმოების თვითონ მუშაობის პროცესს. შექმნის პროცესს. დიახ. და ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ბედნიერებისა. და მე მივხვდი, სწორედ აი იქ დავასკვენი, რომ რამხელა ცოდნა ჰქონდა უწმინდეს მუსიკალური განათლება.
და ეს იყო ave maria, სადაც იცით რა არის შეგრძნული? ეს არ იყო საოპერო რაღაცა ნაწარმოები, ეს იყო ადამიანის სულის რაღაცა ძახილი. და იქ რაღაცნაირად მე უნდა შემეკავა თავი მთლიანი საოპერო სტილის გადაჭარბებითი გამოყენება და ამიტომ მე მგონი ყველას ვინც სტუმარი ვინც მოდიოდა მართლა ყველას ასმენებდა ამ ბოლო ნაწარმოებს ძალიან თვითონაც ძალიან კმაყოფილი იყო ამ ნაწარმოებით დიახ აი სწორედ აი ეს ემოციები რომელიც გადადის ხალხში აი ეს არის სწორედ ოსტატობა თუ კი ადამიანის არ ეხება ეს გრძნობა ესე იგი ვერ შეძელი ის რა თქმა უნდა თქვენ ხალხი ახსენეთ გალბატონიან უნდა კითხოთ აუცილებლად პატრიარქის დამოკიდებულებაზე მისი მშობლიური მხარის მიმართ რას ნიშნავს ამ კუთხის შვილებისთვის ილია მეორის დაკარგვა რადგან თქვენც მოხევებთ სანდები ჩემთვის პირადად ალბათ ყველა ვინც გვიცნობდა, ვინც მიცნობდა, ესე იგი იცის რომ მქონდა ძალიან ჭიდრო ესეთი შინაური, ოჯახური რაღაცნაირი ურთიერთობა, რომ გზა ყოველთვის კარიბჭე ღია იყო, როდესაც ჯანმრთელობით კარგად იმყოფებოდა უწმინდესი, არასოდეს დაბრკოლება არ მქონია მის მოსანახულებლად. და რაღაცა განსაკუთრებული ძაფი იყო ჩვენ შორის და განსაკუთრებული ძალიან ამ პარტოვნობაში არ ჩამითვალოთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უწმინდესი ყველას განსაკუთრებულად ექცეოდა. ყველა მისთვის იყო განსაკუთრებული და სხვათა შორის აი ეს რომელსაც მისი ამოძახილი ნაპატეთ საქართველო მიყვარხარ, იქ რაღაცა ეს არ იყო საქართველო მიყვარხარ, მაგრამ რაღაცა ვედრება იყო ამაში. აბსოლუტურად გეთანხმებით. უყვარდა ყველას საოცრად მე თვითონ ხალხზე ვარ გაოცებული, რომ ამდენი ხალხი, სხვათა შორის რამოდენიმე მეხო სცენაზე ვიდექ იქ სიონის პირდაპირ და რამოდენიმე ცუდად გახდათ, ერთმანეთს რო ეხმარებოდნენ, იქ ძალიან ორგანიზაცია იყო საოცარი და მე რასაც ზემოდან უყურებდი, აი წარმოიდგინეთ ის თავები არ ინძრეოდა, ყველა გაუნძრევლა და ჩუმად ამდენი მილიონი ხალხის ათასობით რო არ ვთქვათ მილიონი აბსოლუტურად ისეთი სიჩუმე რაღაცა თითქოს ყველა რაღაცა თითქოს იქ ცხოვრება გაჩერდაო აი ასეთი ასეთი სურათი იყო ნამდვილად ამ დღეს. ნამდვილად ძალიან ემოციური კომისი დაკრძალვა აბსოლუტურად გასაგებია თქვენი ემოციების და ალბათ ყველას თითოეულ ადამიანს რომელიც ამ პროცესს აკვირდებოდა ყველასთვის ეს ემოციის გარეშე არავისთვის არ ჩაულია ამას რაც აბსოლუტურად ბუნებრივიც არის აბსოლუტურად ბუნებრივია გამიკვირდა კიდევაც თქვენ რომ დაგინახეთ სცენაზე და შესწელით რომ თავი კი ძალიან რთული იყო შეგესრულებინათ და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას კიდე მთის ხალხი განსაკუთრებით თას გვაქვს რაღაცა გადაჭარბებული გრძნობები არც ამაში მინდა რომ ამ პარტავნობაში ჩამითვალოთ მაგრამ რაღაც ამ ბუნების შემყურე რა თქმა უნდა ბუნება არაკლია საქართველოს მაგრამ გამომდინარე არის რაღაცა ასეთი მედიდური მთებიდან გამომდინარე თუ რაღაც განსხვავებული ხასიათი აქვს მოხევებს და პატრიარქი სულ აღნიშნა და გამოდმებით რომ მე მოხევე რა თქმა უნდა ჩვენ მოხევრად საუბრობდით როდესაც ხვდებოდით ერთმანეთს ძალიან მხარისობდით ამაზე და საერთოდ რა თქმა უნდა თის ხალხი უყვარდა მაგრამ პატრიარქი იყო რაღაცა საოცარი დიპლომატიური ყველასთან ათანაბრებდა ამ სიყვარულს. მე მგონი არავის არ აქვს სათქმელი რომ თის ხალხი უფრო უყვარდა და დაუშვათ დიახ ამას მეგან აუცილებლად აღნიშნავ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და გაიხსენეთ პატრიარქი. ბატონ ნუკრი, ფაქტობრივად ჩვენ მან დაგვიტოვა ერთგვარი ანდერძი სიტყვები ღმერთი სამშობლო ადამიანი, ხო? ეს ჩვენ ახეთ ამ დღეებში ბანერებათაც იყო ქუჩებში მიუფენილი მისი ეს ფაქტობრივად ანდერძი დატოვებული. რას ნიშნავს? ზოგადად როგორ დარჩება ისტორია ილია მეორე? თქვენ როგორც ისტორიკოსი, როგორ ფიქრობთ? წლების შემდეგ როგორ დარჩება ის სახელი? ცოტა მეუხერხულება საუბარი, იმიტომ რომ სტუმრებისგან განსხვავებით მე ესე პირადად არ ვიცნობდი, უფრო შორიდან ვიცნობდი და შესაბამისად დისტანციურად მომიწევს ახლა უფრო დამკვირვებლის როლი შევასრულო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველანაირი ისეთი
ცივილიზაცია, რასაც ქვია ცივილიზაცია, კულტურა თანამედროვე კვლევებიც აჩვენებს, რომ მაგალითად არის ესეთი კლაუს შმიტი, რომელმაც თქვა, რომ შემოატრიალა ეს დებულება და თქვა, რომ რელიგიამ, ორგანიზებულმა რელიგიამ შვა ცივილიზაცია, რელიგიის გამო ადამიანი მიწათმოქმედება დაიწყო და ზოგადად ცივილიზაციის ცნება, ესა რელიგიური ცნება, ამიტომ ის საბჭოთა კავშირიც არ ყოფილა ათეისტური. მესაც საკუთარი რელიგიურობა ჰქონდა და ის საკრალიზაცია მოახდინა მარქსიზმის და ისაც რელიგია იყო თავისი არსით. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენ კულტურაზე, ჩვენ გულისხმობთ რამოდენიმე რამეს. ეს არის ერთი ის, რომ ყველა კულტურას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ტექსტი, თავარი ნარატივი, აქვს თავარი, ესე ვთქვათ, манифесტი, რაღაცა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ხდება, რომლის შემდეგაც იწყება რაღაც ახალი საცვლა. და მე ვთვლი, რომ აი ახლა რაც მოხდა, აი რასაც ვუყურებთ ყველა და რაც მოხდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში და მოდი ვთქვათ რა მოხდა. აქ არ იყვნენ მარტო ეთნიკური ქართველები, აქ იყვნენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი რელიგიური დღესასწაული გადადეს. და რასაც ამდენი წელი ვსაუბრობდით, ხო, რომ რაღაც სამოქალაქო ერი გვინდა შევქმნათ, რომ გამაერთიანებელი კონდეს და ამ გამაერთიანებელს ვეძებდით წლების განმავლობაში. რომ ესეთი ჭრელია ეს ჩვენი საზოგადოება და რაღაცა გამაერთიანებელი ხონდა იყოს და კი სიტყვით ვამბობდით რა კონსტიტუციას ვამბობდით რაღაცებს ვამბობდით, მაგრამ აი არ მუშაობდა ეს რაღაცნაირად არ მუშაობდა, არ იყო ცოცხალი ემოციები ჩადებული. აი ხა ჩვენ ნახეთ ეს ცოცხალი ემოციები. ჩვენ ნახეთ რომ თურმე პატრიარქი არა მარტო რელიგიური, არამედ ეროვნული, საერთო ეროვნული ფიგურა იყო, რომელიც არა მარტო ქრისტიანების, არამედ არაქრისტიანების გულშიც არის. და ეს ემოცია, რომელიც მან შექმნა მთელ ერში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც სამოქალაქო ერი ჩამოვყალიბდით და ამ სამოქალაქო ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო სწორედ აი ეს გრძნობა არის, რა გრძნობაც პატრიარქთან არის დაკავშირებული. და სწორედ აი ეს განსხვავებული წარმომავლობის თუნდაც ადამიანები ხო, რომლებიცაც ერთი სამშობლო გვაქვს საქართველოს, თურმე ერთი სიმბოლოც ქონია. ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ეს ყოფილა თურმე ემოციური კავშირი, ცოცხალ ადამიანთან თავარია. სწორედ ეს არის ნუკვი საინტერესო, რომ აი ამ სიმბოლოს, ამ მიწიერი ცხოვრებიდან წასვლა, აი ამ შეკავშირებას დაარღვევს თუ პირიქით, უფრო შეაკავშირებს. იმიტომ ეს ახლა რაც მოხდა, ეს არის მოვლენა. ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ერთჯერადი, ესეთი მოვლენები ხდება ჩვენ ისტორიაში ხო არის უამრავი მოვლენაა ესეთი, ხო? კლა რამდენი წლის წინ მოხდა, საუკუნეების წინ მოხდა დიდგორი, მაგრამ ყველას ქართველის გულში არის. რამდენი წლის წინ მოხდა მთელი რიგი გაქრისტიანებიდან დაწყებული უამრავი ისტორიული მომენტი, რომელმაც ჩვენი ერის ხასიათი შეცვალა, ჩვენი ერის ერთობა შეცვალა. და ეს მოვლენაც არის აი ამის მე ვიტყოდი დემონსტრირება. შეიძლება საბოლოო წერტილი იყო, ხო? ეს იყო აკორდი. ესე ვთქვათ, ილია მეორის მოღვაწეობაში, ხო, შესაძაც აი ამ აკორდით ის რაც მას თავიდან უნდა გავიხსენო 17 წელს 43-მდე ეკლესია იყო მოქმედი და საზოგადოება ძალიან მარტივად დავიშალეთ, გახსოვთ, როგორც კი დამოუკიდებლობა მოიპოვეთ, ძალიან მარტივად დავიშალეთ და წლების განმავლობაში აი ეს ერთმანეთის პოლიტიკური ჭამამ თითქოს ისე დაყო, რომ არანაირი გამაერთიანებელი არ ქონდა და უცბად ხდება ის, რომ არა პოლიტიკიდან, არამედ მორალური სახე, საკრალური მე ესე ვიტყოდი ეს სახე გაჩნდა და უცბად ყველა იგრძნო თავი ბედნიერად აი ამ ერთობით. იმის მიუხედავად ეს წუხარების დღეები იყო, აი ბედნიერება აი ამ ერთობით და ბედნიერებას აქვს თავისი ძალა, ამას ვერან ვერ უარყოფს. ყველა ისტორიული მოვლენები, ერთი ტრაგიკული მოვლენების ერთობლიობას, მაგრამ ბედნიერი დღეების ერთობლიობაც არის. და ის ყოველთვის ილექება კოლექტიურ მეხსიერებაში. ამიტომ ჩვენ ნახეთ კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ. ამდენი ხანია გვასწავლია რაღაცა სამოქალაქო საზოგადოებას, რაღაც სხვა NGO-ები. თურმე საერთოდ არაა საჭირო ეს არც NGO-ები, არც არაფერი ადამიანებს აღიზარდნენ აი ამ კულტურაში და აღმოჩნდა, რომ აი ჩვენ ისე გვასწავლიდნენ რაღაც ევროპელობას, რომ თითქოს რაღაც მართლმადიდებლური კულტურისგან უნდა დისტანცირებულიყავით, ხო? და აღმოჩნდა, რომ პირიქით, აგერ
ორგანიზება, სოლიდარობა, ერთობა შესაძლებელი ყოფილა ამ კულტურაში აღმოცენებულიყო და უფრო ავთენტურია ვიდრე ის, რაც თითქოს აეხლა ის მთელი ეს რაც გუშინ იყო აქტუალური, გუშინდელი თოვლივით დადნა და უკვე აღარ გვახსოვს. აი ეს კი არის ავთენტურობა, ეს არის ის ავთენტურობა, რაც ქართულ სულში არის. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ აი ქართველები ეს 30 წელი რაღაცნაირად თამაშობდით სხვა, გვინდოდა რომ სხვა ყოფილიყავით, ხო? აი ევროპელები ვართ და მე ევროპელობის განცდაზე კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ამაზე კი არ ვამბობ. იმათ ვასაღებდით თავს, ვინც სიამოვნებაში არ ვიყავით და იმ ევროპასაც წარმოვიდგენდით რაღაც ჩვენ კულტურასთან დაპირისპირებულ კონტექსტში. და აღმოჩნდა რომ თურმე ყალბი ყოფილა მთლიანად ეს მთელი ჩვენი ეს 30 წლიანი რაღაცა გარე ინტერვენცია, იდეოლოგიური ინტერვენცია. თურმე ყალბი ყოფილა და აი ამ მოვლენამ აჩვენა, ყველა გააჩვენა და აჩვენა რომ ერი ერთიანია, ერის თავარი მოთხოვნა არის აი ეს ერთიანობა და როგორც სიმბოლური დღე, ხო, როგორც სიმბოლური დღე, ეგ სიმბოლური დღეები ქმნიან აი ამ ახალ გაერთიანებულ სამოქალაქო ერებს, ხო? იქ საფრანგეთში სხვანაირად მოხდა, იქ ბასტილიასთან დაკავშირებული, ჩვენთან ეხლა ეს არის, ეს მომენტი არის და სხვათა შორის ყოველთვის აი ამ ერთიანობას და დამოუკიდებლობას ყოველთვის უსწრებდა პატრიარქის დაბიჯები. ითქვა უკვე აქ ავტოკეფალიის ესე იგი აღიარება, ხო? და საქართველოს დამოუკიდებლობას გაუსწრო ამ მოვლენამ. ჩვენ იმასაც უნდა ვხედავდეთ, რომ აი ეს მომენტი ეგ სპეციალურად დავიწყე მარქსიზმზე საუბარი და ლიბერალიზმზე, ეს ყველა იყო მოდერნის გარკვეული პროექტი, აი თანამედ მოდერნის ეპოქას უწოდებდნენ, რომელიც სიამოვნებაში სხვადასხვა, ესე იგი, საკრალური ფორმები იყო, იდეოლოგიები, ხო? და მთავრდება, აი ჩვენ ეპოქაში ეს ყველაფერი მთავრდება და ეს აღმოჩნდა ყველა ეს მოდერნის პროექტი დროებით ისტორიულ კონტექსტში. და ის რაც მარადიული, ის რაც ფუნდამენტია ამ საზოგადოების ამ ერის, აი იმის შენარჩუნება რომ მოხდა, ეხლა შეიძლება უფრო მეტად შვიდად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ამოტრიალდა ხო ხედავთ სამყარო, როგორც გეოპოლიტიკურად ისე ყველანაირად. გუშინ გვეუბნებოდნენ რომ მორწმუნე საზოგადოება ეს არის ჩამორჩენილი საზოგადოება. დღეს ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მაგალითებზე, რომ ეს საზოგადოება რომელიც უფრო მორწმუნეა, მასზე გაცილებით დიდ იმპერიებს ებრძვის და არ წყდება და ძლიერია და პირიქით აღმოჩნდა რომ რელიგიური საზოგადოებები უფრო ძლიერია. და აბსოლუტურად იმას რასაც გვასწავლეთ რომ აი კონფორმიზმში ჩაფლული ადამიანები, მეგაპოლისებში ჩაფლული ადამიანები ესა მომავალი. ამიტომ რომ ფერფლია ისტორიას ვერ ცვლიან. პირიქით მიუყვებიან რაღაცა დეკადანს და ის ადამიანები რომლებიც სულ სხვა ეთიკით, სულ სხვა მორალით, სულ სხვა სულისკვეთებით არიან ახსოვსენი, ისინი წერენ უკვე ახალ ისტორიას. და ჩვენ რომ იმ რაღაცაში ბოლომდე არ ჩავეფოთ, იყო მცდელობა, უამრავი მცდელობა ვიცით და არ გვინდა ეხლა ამაზე საუბარი, მაგრამ აი შენახვა აი ამ ჩვენი ავთენტურობის, აი ეს და გრძნობა ეხლა ადამიანი გრძნობს ავთენტურობას, ადამიანი გრძნობს რა არის რეალურად მისი რა არის სხვა მისგან განსხვავებული. რომც მოგწონდეს სხვა მაინც გრძნობ რომ ის მაინც სხვა არის და ეგ სიყვარულს რაც შეეხება ბევრი მიზეზია ამ სიყვარულს, მაგრამ თავარი აი ამით დავასრულებ არის ის რომ აი რელიგიის სოციოლოგიაში არის ესეთი ცნება არსებობს რელიგიური რამოდენიმე ლიდერის ტიპი. აი მაგალითად აიათოლეს ტიპის პატივისცემა მოიპოვება ძალაუფლების მომენტით, რომ ერთდროულად ის რაღაც სიბრძნის გამოხატულებაცაა ირანელებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ის გჯის. მას აქვს იმის საშუალება, რომ რეპრესიები განახორციელოს. და შესაბამისად შიშის მომენტიც არის და ჩვენ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი ჯერ ესეთი არც სურვილი, მაგრამ მეორე მხრივ არანაირი ბერკეტი არ იყო ამ რეპრესიების, იყო ცარიელი სიყვარულზე იყო ეს აშენებული. რა თქმა უნდა. და აი ცარიელ სიყვარულზე, როდესაც იყო აშენებული პატრიარქი, იმიტომ კი არ გიყვარს რომ მისი გეშენი ან მისი ძალაუფლება გინდოდა. არამედ იმიტომ გიყვარს რომ იმ სიკეთის თანამონაწილე ყოფილიყავი, შენზეც გადმოსული იყო ეს სიკეთი. და შესაბამისად ეს იყო ერთგვარად დაარღვია რაღაც მაკიაველის ხელმწიფის პრინციპი, ხო? თუ შეიძლება ასე მე ვიტყვი ხო ეს ანტიმაკიაველი დამოკიდებული სიყვარულის პრინციპი დაარღვია. ეს იყო პირველი სიყვარული. აი ძალიან უხეშად ითქმება, მაგრამ მაინც
მე შექმნა პატრიარქმა ილია მეომრმა, ეს იყო სიკეთის სამეფო. აი სიკეთის სამეფო არის მისი თავარი დამსახურება და სწორედ ეს არის ის პატივისცემა და ეს არის ის სიყვარული, რატომაც ის იმსახურებს. თორე ჩვენ ხედავთ კი ეს როდესაც რომელიღაც ბელადი კვდება ჩრდილოეთ კორეაში თუ სადღაც ხალხი ტირის, მაგრამ ყველა ხვდება რომ იქ რაღაცა სხვა რაღაცა ხდება. და აქ შეკითხვა არ გაჩენილა ამ რო საზოგადოება ავთენტურად აი 4 საათი მომიწია რიგში ყოფნა და უყურებდი მოხუცებს ბავშვებს აი აბსოლუტურად თაობრივი დაყოფა თორმე არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ყველა ერთი ყოფილი. ხო გვეუბნებოდნენ რომ რაღაც ძველი თაობით ჩარეს. ანუ რაღაცა საოცარი ერთობა იყო, რომელიც ავთენტურ გზნობებს ატარებდა და ეს ამ ავთენტური გზნობებით იქნება ისტორია. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველა სტუდიაში მობრძანებისათვის. ჩვენ კი გავაგრძელებთ საქართველოს პატრიარქს ესაუბარს უკვე სხვა სტუმრებთან ერთად. რამდენიმე წუთში დავხვდებით.